კაი. ხო, გავაგზავნოთ მაშინ ხა ამ კარის აწყობით. ბოქსი ვაწყობთ გახსოვს და ავტოგრილით. ესეთი ის გავხაზავთ. ეს არის აი ეს კარი. აი ვანზე რაც გადის. აი აქიდან ხარს. ხო. ეს კარი. ამ ბოქსი დავხაზავთ. ავაკუთ მოსწრებით. მე გადაყვავს edit polish-ი და vertex-ებით გავუსწოროთ ზედა მხარეს. ხო, აი 0.5 რო დარჩეს. 9 სანტიმეტრი ხვიჭრობა. გამოდანაცვა. ან მოდი ბოლომდე შევავსეთ, იმიტომ რომ ამის წინ მაინც ფარდები იქნება და მაინც არ გამოჩნდება რომ აქ ხრიჭობა. საჭიროა ბოლომდე იყოს. ან snap tool-ით ბოლომდე მიაბით ამ კედლებს. snap tool-ით ვიცით ხომ იქნა ყველა. კაი, მერე მამის შემდეგ ანუ edge-ებზე გადავიდეთ. ნუ შეგვიძლია მას იზოლაცია გავუკეთოთ, რომ უფრო კარგად ვიმუშაოთ ამ კარებზე. გადავიდეთ edge-ებზე და აი ეს შუა edge-ები მოვნიშნოთ ყველა. ანუ კლიანად ეს edge-ები უნდა მოვინიშნოს. და შემდეგ right click-ით და აქ უნდა ვნახოთ ახლა connect. და პატარა კუბიკი რო არის, მაგას დავაწვევთ. ხო, ამ შემთხვევაშიც გვინდა ერთი ხაზი რო გქონდეს. ანუ ესე სადაც აქეთ მარჯვენა მხარეს აქვს მეორე დანაყოფი. და ამიტომ ეს დანაყოფი უნდა წამოვიღოთ ცოტა მარჯვენა მხარეს. აი სადაც აქ. რამდენზე გავაჩეროთ? 30-ზე. შემდეგ მოვნიშნოთ ეს პოლიგონი და უკანა ორი პოლიგონი. აი თქვენთან თუ ესე ჩანს პოლიგონების მონიშნვის დროს, უნდა დააჭიროთ F4-ს, რომ ესე გამოჩნდეს. F4-ს. შემდეგ ამას insert დავუკეთოთ. აღანთ პოლიგონი გრუპში შევცვალოთ. პოლიგონი. და ეს დავაყენოთ წინაზე რამდენს ვაყენებთ ყველას? 4-ზე. და შემდეგ ესენი წავშალოთ. შენ წინაზე არ იყავ ხო? მოკლედ სცენას ვაწყობთ. რაც გამოცდაზე ეს სცენა უნდა გქონდეს. და ეხლა გამოგიგზავნით და გავაგზავნოთ. ეს ერთად ინიშნება და ვერ შევცვალე. ეს 4 ხო? რა? ერთად ინიშნება და ვერ შევცვალე. რა ინიშნება? ეს პოლიგონები. ხარ შენ მეილი. ეს სამი 20 გამოგიგზავნით და გახსენე. ეს პოლიგონები რა გვერდით აინიშნება. აინიშნება. აი ეს გვერდით აინიშნება. ხო. კონტროლი. არა, შიფტი არის კონტროლი. შიფტი არის ყველას მინდა.
კაი, ამის მერე ეს დავშალეთ ეს პოლიგონები. ხო, მერე ავიღოთ ეს ჩვენი borders. და bridge-ით შევაერთოთ აქეთა და იქით. კენ, ხო ეს? ვიჭერთ თქვენ? ამის მერე ავიღოთ ისევ edges და ეს შუა edge-ები რო გაქვს, კონტროლით ყველა მოვნიშნოთ, ანუ გარშემო. და დავაექსტრუდოთ. ზემოთ ჩავწეროთ მინუს -1 ან რაღაც ეგრე. და ქვემოთ უნდა იყოს 0.3. აი -1 იყოს. ნუ მაგას დიდი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მაინც ეს უნდა წავშალოთ. ანუ შეგიძლიათ არც წაშალოთ, იმიტომ რომ ანუ ესეც ახლა გამოიყურება ისე თითქოს ხვიჭო აქვს. მაგრამ ანუ უფრო რეალური რო იყოს, ანუ ეს უნდა წაიშალოს რა. და შემდეგ ეს ისინი დაიხუროს. საშლელი ადგილები. და ახლა ეს რო წავშალოთ, გადავიდეთ Z-ში. პოლიგონები ავირჩიოთ, ანუ აი ეს შეწეული ადგილი რაც არის, ეს არის ჩვენი დაექსტრუდებული edge რა. და ზემოდან ეს ყველა მოვნიშნოთ და წავშალოთ. და ხედავთ რომ ახაც წაიშალა. შემდეგ ეს წაშლილი ადგილები, ანუ ეს მოვნიშნოთ, მეორეც მოვნიშნოთ და caps დავარწევთ, რომ დაიხუროს ესენი. და ახლა ესენი უკვე ანუ ცალ-ცალკე ელემენტებია. ანუ ერთი ეს არიდება, ეს არის როგორც ნახაზები. ამის მერე box-ი ავიღოთ და auto-grid-ი ჩავთოთ და აქ დავცვათ შუშები. შენ გახსენი ნახაზი? და ამან ოდნავ უნდა ეს შეგიძლიათ გვერდხეთში ნახოთ. აი, ოდნავ უნდა გადაკვეთოს ჩვენი კარები ამ შუშამ. შემდეგ ეს დავაკოპიროთ მეორე მხარესაც და ზომაც გავასწოროთ. კაი, შენ ეს არ გაგხო ჯერ ახლა ეს კარგი. კაი, ახლა გააგრძელი ამის მერე და ნუ მაგას მერე სახში დახაზომები. ანუ უცებ რო გითხრა, ეს არის ArcCAD-იც შენ. ArcCAD-ის ფაილი არის. ანუ აქეთ არის მისაღები და აქეთ სამზარეულო. და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამისგან ესეთი რენდერები რა. ხოდა ეს სცენას ვაწყობთ და მერე ობიექტებსაც შემოვიდეთ და ტექსტურებსაც დავადეთ და მერე დავაინდოთ. მერე ან glass material ხო გვაქვს სცენაში თუ არ გვაქვს glass material? მე ვერ ჩამოვწერე. აი კორონა კოსმოს ბრაუზერი ყველას გვაქვს დაყენებული. აქ უნდა შევიდეთ. მე
რომელი მატერიალი? მანტიკო გლასი? ხო, მაგრამ რაღაც მარტივ მატერიალებზე შეგიძლიათ ეს კოსმოსი იხმაროთ. აი გლასზე და მეტალზე და რაღაცებზე. ანუ ბევრი ის არის რა, ანუ ბევრი მატერიალის ჩამონათვალია. და აი რაღაცებში ხშირად ვიყენებ ხოლმე ამას. და აქ უნდა ნახოთ ახლა, აი, ნახე რა რაღაც ფერადი გლასებიც არის. აი ესეთი რაღაცებიც არის. და აქ უნდა მოვუძებნოთ glass clear ესე ქვია მატერიალს. და გადმოვწეროთ, ანუ ესე არის გადმოწერა, ამას რო დააწვევი, თვითონ იწევს გადმოწერას. და მწვანე რო არის, უკვე გადმოწერილი არის. და მე ეს რო დავადო ხა ობიექტს, უბრალოდ უნდა წამოვიღო აქ და ობიექტზე გადავადო. აქ მატერიალებს არ მიხსნით. როგორ? მატერიალებს არ მიხსნით. ხო, აი აქ უნდა დააჭირო. მატერიალები არ აქვს შესკოს. ხო, უნდა დარეგისტრირდე, ანუ მარტივად რეგისტრირდე, მარტო მეილი გინდა. ხო, არ ვიცი რატო არა, უნდა კონდეს აქ მატერიალები. რაღაც სულად დაყენდა თვალში. ხო, ანუ კოსმოსზე მარტივად რეგისტრირდებით, მოკლედ მეილი და პაროლი უნდა შეიყვანოთ და ეგ არის, ანუ ახალი პაროლი, ანუ მეილის პაროლი არა. ხო, ჩემთან ამასაც არ აქვს. ამასაც დავადებ. ანუ შემიძლია ხა ეს პირდაპირ წამოვიღო აქეთ, გადმოვაკოპირო, ანუ ჩემი კლასი უკვე. და ანუ ამასაც ესე ზონებში გავასწორებ ვერტექსებით. ანუ ერთს რო გავასწორებ, მერე უკვე shift-ით დავაკოპირებ სხვა კარებზე. ხო, აქ შემიძლია ახლა კოპირების რაოდენობაც შევცვალო რა, დავუშვათ 5-ს ჩავწერ და 5-ჯერ დამიკოპირებს ამ რაღაცის, რომ აი კიდე არ ვაკოპირო. და ახლა ამ ყველა იმას აქვს თავისი კლასი. მეთანაც ყველაფერს აქვს, ხო ახლა? ყველა კარიც გაქვს, პანჯერაც და კლასიც აქვს, ხო? კაი, ახლა მოდი დავადოთ მატერიალები აი ამ ჩარჩოებსაც. ამისთვის შევიდეთ ისევ ამ კორონა კოსმოსში. და გადავიდეთ მეტალზე. მეტალი მოძვნეთ. აი ესეთი მეტალები რო იწყება, მან ჩამოსხდებით და აქედან ხავარჩიოთ. აი ნიუკლერის უნდა იყოს. აი შავი ალუმინი აწერია, black aluminium და ეს გადმოწერეთ. და გადავდიჭებთ. გადავდეთ. ხო, ახლა ეს როგორ ავიღო მატერიალი ობიექტიდან რა, დავუშვათ ამ ობიექტს.
ბიჭები, როგორ მატერიალი როგორ ავიღო რაღაც ობიექტიდან, მაგას გასწავლით ახლა რა. ანუ მატერიალს ფლოტი გავხსნათ. ანუ ფინდა ესეთი. და ანუ შემდეგ აქ არის ესეთი პიპეტკის ნიშანი არის. აი რომელიმე მატერიალს ფლოტზე უნდა გავჩერდეს, სადაც უნდა რომ ეს მატერიალი დაკოპირდეს. და ავიღოთ ეს პიპეტკის ნიშანი და ანუ უბრალოდ უნდა დავაკლიკო ობიექტზე, რასაც საიდანაც მინდა რომ მატერიალი ავიღო. და ანუ ხედავთ რომ თვითონ ჩახტარა მატერიალი. ანუ ხვდებით ხო, ანუ აი ამ ნიშანით შემიძლია ნებისმიერი მატერიალი ავიღო მოკლედ. რაც სცენაში მაქვს ობიექტი იქიდან. ან გლასზე რომ მივიტანე, გლასის მატერიალი ავიღე. ხო, მაგის მერე რაც ეს მატერიალი ავიღე, შავი ალუმინის, ეხლა ავდგეთ და ეს შავი ალუმინის მატერიალი გადავადოთ ყველა ჩვენს ჩარჩოებს. კარებს არ გადავადოთ. გადავადეთ. ისევე გადავწერ ვარ დავრეგისტრირე, არ მარეგისტრირებს. რატო არ გარეგისტრირებს? ხო, ისე ვერ გადმოწერთ, თუ არ დარეგისტრირდი. არის რო კარები გქონდა იმასაც დავადოთ, შუშის გარეშე რაც იყო. შუშის გარეშე ეს არა. ამაც ეძახ ხო? ხო. არა, მაგათ არ გავა. მაგათ დავადოთ და კაი, მოდი ახლა კედლებს დავადოთ და კარებს დავადოთ რაღაც ფერი. შევიდეთ მატერიალში. აი რამე ნებისმიერ მატერიალზე მივიდეთ, რაც არ გჭირდება. შემდეგ ამ ფიზიკალ მატერიალიდან გადავიდეთ კორონაში და ავირჩიოთ კორონა ლეგასი მატერიალი. და ხო, ამის მერე გავხსნათ ეს ჩვენი მატერიალი, რომ დავინახოთ რა ცვლილებებს შევიტანთ. Reflection მოვუმატოთ ბოლომდე ერთამდე. Reflection-ი არ ეკვას საკეთებს ხო გახსოვთ. და glassing-ს დავაკლოთ 0.4-მდე. რომ ანუ ოდნავ ირეკლავდეს. ანუ კედლებიც ოდნავ ირეკლავს შუქს რა, ყველაფერი რაღაც დონით შუქს ირეკლავს. და შემდეგ შევცვალოთ ფერი, აი რაღაც მონაცრისფრო მომწვანოსკენ რო იყოს. ფერს ვთვლით აქ color-ის მარჯვნივარი გრაფი. ფერის კოდს განახეთ და რო ჩაწერთ, ანუ RGB colors ხო იცით რასაც ნიშნავს, ანუ ყველა ფერს აქვს თავისი ესეთი კოდი. და ამ კოდებს რო ჩაწერ, რაღაც ფერს იღებ მოკლედ. ეხლა ჩაწერეთ red-ში 121, მერე 124 და მერე 110. მერე hue saturation და value რომ არის.
121, 124 და 110. და მერე ჩაწერეთ 52, 29 და 124. ნუ ეს ფერი შეიძლება მერე ცოტა დავაკორექტიროთ, მაგრამ ეხლა ეს იყოს. და შემდეგ ეს ჩვენი კედლის ფერი გადავადეთ კედელს. აი მე და აი ამ კარებსაც გადავადეთ მოკლედ. და ამ შუა ნაწილსაც. ხო, იატაკს ჯერ შევეშვებით, იმიტომ რომ იმ პლაგინების გარშე იატაკს ვერ გავაკეთებთ. ნუ კი გავაკეთებთ. ხო, მაგრამ რეალისტური არ იქნება. ხო, მოკლედ აი კარებს და კედლებს ყველას დავადოთ ეს ერთი ძირითადი ფერი. დავადეთ, ხო? კარგი. კიდე რა შეგვიძლია? შეგვიძლია რომ აი აქ რო ტელევიზორის კედელი გვაქვს ხა, შეგვიძლია გავაწყოთ. ანუ მარტივად შეგვიძლია, ანუ ბოქსი არის, უნდა მოვამყვალოთ ჩემფერით. და შემდეგ აი როგორც ფანჯრები დავყავით რა, ესე უნდა დავყოთ აი ამ ნაწილებში მოკლედ. აი მაგისტრის გადავიდეთ გეგმაზე და ანუ ჯერ გაბარიტებს შევხედოთ. ანუ ზუსტად აი ამ ფანჯრების შორის არის ეს ჩვენი ტევ კედელი და ზომა არის 42 სიგანეში. ამიტომ გადავიდეთ ახლა Z-ხედში, Alt W არის ხედებში მოძრაობა რა. ანუ რომელ ხედშიც მაუსს მივიტან, იმ ხედში გადამეყვანს Alt და W. გადავიდეთ Z-ხედში. და აი ეს ნაწილი გვინდა ჩვენ. აი ეს არის ორი ფანჯარა და შუაში არის კედელი. ანუ აი აქ უნდა ჩავსვათ ჩვენი კედელი. ამისათვის ავიღოთ ბოქსი და ჯერ ავტოგრიდი არ გვინდა. ან გვინდა. აი ესე ასე დავწერთ ჯერ ბოქსი. და ამის სიგანი ჩავწეროთ იყოს 40. 40 საკმარისი იქნება. და სიმაღლე იყოს 15. ორმოცი იყოს სიმაღლეც. ან სიგანის და სიმაღლეც. ამის მერე გადავიყვანოთ edit polish-ში ეს ჩვენი ბოქსი და აქ მარცხენა ვერტექსებით გამოვწიოთ. ყველა 40, ხო? ხო, 40 ბოქსი დავსვათ. და მარცხენა ანუ ვერტექსებით გამოვწიოთ თქვა ფანჯრის კიდემდე რო არ მივიდეს, იმიტომ რომ აქ ფარდები უნდა იყოს. და მაგას ხელი რო არ შეუშალოს. აი სადღაც ესე რა დავსვათ. ნუ კიდიდან დაშორებასაც ვეთქვით, კიდიდან რამდენი აიღოთ, სადღაც 5 სანტიმეტრი. ხო, ესეთი ბოქსი გვაქვს მოკლედ ჯერ. ავხაზოთ და გავაგრძელოთ. ეს უკანა მხარე კედელზე იყოს, ხო? მიმარჯვება. ხო, კედელზე უნდა იყოს, ოღონდ ანუ ოდნავ ადგილი უნდა კონდეს, ანუ მიწებებული არ უნდა იყოს. დავხაზეთ?
კაი, ამის მერე ნუ გადავიდეთ ისე რეფერენსზე. ანუ ზუსტად როგორი ზედა მხარე როგორიც არის, ესეთია ზუსტად ქვედა მხარეს დავართ, პატარა რა, კი არ ჩანს. მაგრამ ეგეთია. და ამისთვის ეხლა ჯერ მოვუგვალოთ ეს გვერდები. ანუ ეს და ეს. გვერდებს ვამგვალებთ მარტივად ესე ავიღოთ ეჯები. ანუ ეხლა შეგვიძლია ამას იზოლაცია გავუკეთოთ, რომ მარტო ეს ჩანდეს, რომ ამაზე ვიმუშაოთ. ეჯის აი მონიშნული რო გაქვს ობიექტი, აქ არის ქვემოთ პატარა ოთხკუთხედი. აი ეს. შემდეგ ავიღოთ ეს ეჯის და აი ეს მოვნიშნოთ, ეს გვერდი და კონტროლით მეორე გვერდიც მოვნიშნოთ. ანუ ეს ორი გვერდი მინდა, წინა ორი გვერდი. მოვნიშნოთ, ხო? შემდეგ აი აქ მარჯვენა მხარეს უნდა ნახოთ ჩემფერი. და დავაწვეთ ოღონდ აი ამ სეტინგების ცხრილაკზე. შემდეგ აქ ერთის მარტივად გავზარდოთ და ჩავწეროთ 20 აუბრად. და აი ამას რაც ეხა უფრო მეტად გავსვი, ანუ უფრო მომგვალდება ეს ჩემი გვერდი. ხო? რამდენი ავიყვანოთ? მოდი ეს ავიყვანოთ 25-ზე. ეს იყოს 30 და ქვედა იყოს 25. რო ანუ დატეხილები არ გამოჩნდეს და აი მომგვალებული ფორმა იყოს. გვაქვს ხო ეხლა ესეთი ფორმა ყოველს? შევიძლია ჩავწერდე. აი მაგალითად. ოკეი. მივიღეთ ეს ფორმა. კაი, შევხედოთ ეხლა ისე ჩვენს რეფერენსს. ჩემთვის ხაზები და ჩამოყალიბებისას და ესენი წაუშავისას თუ მაგალითად. ეხლა თქვით დამართ. ახსენები. ეხლა თქვით დამართ. ახსენები. აკრობატი არ არის, რო გაჩვენოს ან არ გაჩვენოს. ხო, მე შევხედოთ ისევ ამ ჩვენს რეფერენსს და ეხლა ხედავთ, რომ აქ არის 1, 2, 3, 4 და 5 დაყოფა არის. ამიტომ გვინდა რომ ეს გვერდები ეხლა შევაერთოთ 5 ხაზით და დაახლოებით ამ ფორმაზე დავყოთ. ავიღოთ ამისთვის ეს ეჯები ისევ. ხო და ეხლა ანუ აი ესე რომ შევაერთო ეხლა ეს ეჯები connect-ით. ან ნახე რა შევა. იმიტომ რომ ანუ ზუსტად ტოლი ისინი არ არის. ამიტომ connect-ით ამას ვერ გავაკეთებთ. ამიტომ მაგისთვის ავიღოთ ქვემოთ არის slice plane. წინაზე გავიარეთ მე მგონი. ანუ ეჯებს რომ მონიშნავ, მონიშნის გარეშე არ გამოჩნდება. ჯერ ეს უნდა მონიშნოთ ეჯის, მერე ქვემოთ გამოსკროლო და უნდა ნახოთ slice plane. ნახეთ? დააკლიკეთ მაგ slice planes და უნდა გამოჩნდეს ესეთი რა გამჭრელი რაღაც სიბრტყესავით. შემდეგ ეხლა ეს მინდა რომ ანუ ავატრიალოთ, რომ ჰორიზონტალურად გაჭრა არ მინდა, ვერტიკალურად მინდა. ამიტომ აი ამ წითელი მას მოკიდეთ ხელი და 90 გრადუსზე აატრიალეთ. ან პირდაპირ X-ში ჩაწერეთ 90. აქ. და აი ესე უნდა დატრიალდეს, მოკლედ ეს 90 გრადუსით.
არა, ჯერ არ გადაახსნა. გავაკეთეთ? აი, შევხედოთ ისე რომ ჩვენ იმას, ანუ შუაში გვაქვს ერთი გაჭრა და მერე ორი გვაქვს გვერდებზე. ანუ ერთი გვაქვს, სადაც ეს ფორმა სიმბოლოს ამთავრებს და მერე რაღაც განძილზე მეორე. ამიტომ პირველი ეს შუაშია ახლა და პირდაპირ დავაწვეთ slice, ანუ slice-ით ჭრის რა მოკლედ ეს ფორმა. Slice რო ახლა ერთხელ დავაკლიკავ, აი ამ ადგილას უკვე გაიჭრა ეს ფორმა. შემდეგ დავაწვეთ moves და ახლა უკვე შემიძლია ეს ვამოძრავ რა იქ და და აი წავიღოთ აი აქ. აი კი, ფლად კიდესთან არ მოვიტანოთ, ოდნავ მოვაშოროთ. და აქაც დავაწვეთ კიდე slice. მერე წამოვიღოთ ეს სადღაც 40 სანტიმეტრით და კიდე დავაწვეთ slice. შემდეგ წავიღოთ ისევ კიდესთან, ოდნავ მოვაშოროთ. კიდევ slice დავაწვეთ და კიდე წამოვიღოთ 40 სანტიმეტრით და კიდე slice დავაწვეთ. მე ამ slice plane-ს ახლა დავაკლიკოთ, რომ აღარ გვინდა რა ეს slice plane. და ახლა ვნახავთ, რომ აი აქ დაემატა ახალი ეჯები, ხო? თქვენთანაც წესით უნდა დამატებულიყო. 1, 2, 3, 4 და 5. როგორც აქ გვაქვს 1, 2, 3, 4, 5. კაი, ამის მერე გადავიდეთ ისევ ეჯებზე და ეხლა ეს ახალ დამატებული ეჯები მინდა რომ მოვნიშნო. და ეს შემიძლია გავაკეთო მარტივად ესე, ანუ ეს წინა მხარეს ხომ მოვნიშნო. აი F4-ით არ ჩანს, ესეა? F4-ით არ ჩანს? ოდნავ მაინც ჩანდეს იქნება, არა? ხო. ავიღოთ ახლა ეს edge გვერდები და მოვნიშნოთ ერთი გვერდი და ახლა loops რო დავაწვევი აქ loops ხო ხედავთ? ან მთლიანად გარშემო მომნიშნავს მოკლედ ამას. შემდეგ controls დავაწვეთ, რომ ეს არ განგვენიშნოს და control-ით მოვნიშნოთ სხვა ეს ახალ დამატებული ეჯებიც. და შემდეგ loops დავაწვეთ. და ახლა ეს ყველა ახალ დამატებული ეჯი მაქვს მონიშნული, ხო? Extrude გავაკეთებ ახლა. მოვნიშნეთ. კაი. ეხლა როგორც კარებს გავაკეთეთ, ზუსტად ისე გავაკეთოთ extrude. ნუ ჯერ რაღაც ესეთ ფორმას მიიღებს, მაგრამ არ შეგაშინოთ, ანუ მარჯვენა კლიკით შეგიძლიათ ორივე პარამეტრი დაიყვანოთ 0-ზე, ანუ მარჯვენა კლიკით. შემდეგ აქ ჩავუწერეთ 0.1 და ქვემოთ ჩავუწერეთ 0.3 და ხო, და ესე უნდა გაიწიოს ოდნავ. გააკეთეთ? შემდეგ ესენი რო წავშალოთ ახლა, გადავიდეთ Z-ხედში. ავიღოთ პოლიგონები და ესეთი მონიშნვით, 4-კუთხა მონიშნვით, წავშალოთ ეს პოლიგონები მიყოლებით მოკლედ. აი დააკვირდით, რომ აი ერთი მას რო წაშლით, მერე აქეთ რჩება უკანა გვერდი რა და ესეთ წაშალით. ხო, ყველას შლი მოკლედ ამ ყველა პოლიგონებს პატარ-პატარას. შემდეგ გადავდივარ ბორდერებზე, ბორდერს მოვნიშნავ და ეხლა შემიძლია ეს ყველა ბორდერი ერთად მოვნიშნო. და
ეხლა caps რო დავაწვევი, ყველა ერთად დაიხურება. ხედავთ ხო? აი უკვე დახურული ფორმებია მოკლედ და აი უკვე ცალ-ცალკე ელემენტებად გვაქვს დაყოფილი ეს ჩვენი კარა და ტელევიზორის კედელი. გავაკეთეთ ეს თუ გავიჭედით ძალიან. ხო, ესეთი კარა და უნდა მივიღოთ თქვენით. მითხარით რომ როცა გავაგრძელო. caps ვაწვევი, მაგრამ არაფერს არ ვწვევი. ბორდერ მონიშნული გაქვს? აკე. გავაგრძელო? აი. შემდეგ. აქ ახლა უნდა დავტოვოთ შუაში ტელევიზორის ადგილი. ტელევიზორი შეგვიძლია გადმოვწეროთ საიტიდან და მე საიტს მოგცემთ, საიდან უნდა გადმოვწეროთ. ან შეგვიძლია მარტივად ავაწყოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში დავიკიდოთ ტელევიზორი და ეს კარა და ახლა დავაკოპიროთ ზედა მხარეს. ან რო შევხედოთ საიდან იწყება, აი სადღაც აქ პანჯარა არის და აი ამ პანჯრის შუიდან იწყება სადღაც ეს კარა. ამიტომ ახლა ამას მოვკიდოთ ხელი. მე move-ზე გადავიდეთ, W არის shortcut move-ის. და ZX-ზე shift-ს დავაწვევთ და ისე ავიტანოთ. და სადღაც აი აქ გავაჩეროთ. ავიტანეთ. აი, მე გადავიდეთ vertex-ებზე და ეს ზედა vertex-ები მოვნიშნოთ ყველა. და ყურადღება მივაქციოთ, რომ ქვედები შემთხვევით არ მოგვენიშნოს. F3-ით შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ wireframe-ში და მხოლოდ ზედები მოვნიშნოთ. და შემდეგ ეს ისევ move tool-ით, Z-ით, shift-ი არ გვინდა ამჯერად ავიტანოთ თითქმის ბოლომდე. მაგრამ აი ცოტა ადგილი რო დატოვოთ. ეს. და უნდა გამოვიდეს ესეთი ზედა vertex-ები მოიხსნა ერთხა. ხო, მოკლედ, ანუ მსგავსი კედელი უნდა გამიგეხოთ თქვენც, ხო? გავაკეთეთ ხო ეს? კარგი. მე ნუ აქ ხედავთ, ეხლა ფარდები არის და ობიექტები შემდეგზე გამოვწეროთ და აი აქ ხედავთ, რომ არის ესეთი ხის პანელი, ხო? სამი ხის პანელი არის. და ეხლა ეს ავაგოთ მოკლედ. მარტივი არის სამი სადაც. ანუ აი ეს გვინდა ჩვენ გავუკეთოთ ამას
ამას და იატაკს გავაკეთოთ იზოლაცია, რომ მარტო ამ შეგიძლიათ რამოდენიმე ობიექტს ერთად გავაკეთოთ იზოლაცია, რომ მარტო მაგათ ხედავდეთ. შემდეგ ავიღოთ ბოქსი ისევ ავტოგრიდი ჩავდოთ, რომ ამ სიბრტყეზე დავხაზავთ და აი ამ კუთხიდან დავიწყოთ ჩვენი ბოქსის აგება და აი ამ კუთხემდე მოვიდეთ. ნუ აი ზუსტად არა აუცილებელი, იმიტომ რომ გავასწორეთ ახლა ცოტა ხანში. და რაღაც სისქეც მივცეთ ჩვენ იმას სისქე იყოს 2 სანტიმეტრი. ანუ ზემოდან რო დახედო, ახლა აი ესეთი ბოქსი მივამატეთ წინა მხრიდან ამ ჩვენს შუა გამყოფს. ამის მერე გადავიყვანოთ ეს edit polish-ი და ახლა ვერტექსებით ჯობია რომ გვერდხეთში გადახვიდეთ, რომ ზუსტად გავუსწოროთ ახლა ამის გვერდები ამ კედლის გვერდებს. Snap-ით უნდა გავუსწოროთ. თუ გინდათ აქვე გავაკეთეთ სამდეში. Snap-ით ხო, რაც შეეხება ქვედა მხარეს და ზედა მხარეს. აი ესენი ოდნავ დავაშოროთ ჩვენს კიდეებს, რომ ხრიჭოები გამოჩნდეს. გვერდებზე არ დავაშოროთ. გვერდებზე ზუსტად snap-ით მივატეთ ზუსტად. ქვემოდანაც და ზემოდანაც ოდნავ დავაშოროთ. გავაკეთეთ? აი, ხო, ამის მერე აქ ხედავთ, რომ ეს არის 3 ტოლნაცვლად არის დაყოფილი მოკლედ ეს ხის პანელი. ამისთვის უკვე ავიღოთ edge-ები, ეს ზედა ქვედა ყველა მოვნიშნოთ. ახლა შემიძლია უკვე მარტო აი ამ პანელს გავაკეთო იზოლაცია და ამაზე ვიმუშაო. ხო, მოკლედ აი ეს ყველა edge-ი მოვნიშნოთ. შემდეგ right click-ით დავაწვეთ connects და აქ შევწეროთ 2 და შემდეგ OK. რომ 3 ტოლნაწილად გავყოთ ეს ჩვენი სიბრტყე. ეს ანუ აი ამ edge-ებს ნიშნავ. მერე right click-ს ვაწვევი მაუსზე და connect-ის მარცხენა კუბიკს ვაწვევი. და აქ შემყავს პარამეტრებში 2, იმიტომ რომ 3 ნაწილად მინდა რომ დაიყოს. და ტოლნაწილებად თუ მინდა დაიყოს, აქ წერ 0-ს და 0-ს და OK-ს ვაწვევ. გავაკეთეთ ხო? ხო, ამის მერე ხა ეს მონიშნულია უკვე და დავაწვევთ ისევ extrude-ს. და ისევ ზუსტად იგივენაირად ოდნავ ქვემოთ ჩავწიოთ ეს და აქ ჩავწეროთ 0.3. ეს ხო. ამ ხრიჭოების დაშორება ზოგადად არის 0.3. შემდეგ Z-ხეთში გადავიდეთ. ავირჩიოთ პოლიგონები და ეს ჩვენი ახალი პატარა პოლიგონები რაც OK-ს დავუშვებ. კაი, თავიდან ახსნიან. ეს edge-ები ხო გვაქვს მონიშნული. ახალ დამატებული edge-ები. შემდეგ დავაწვეთ extrude-ს.
და მარჯვენა ღილაკით მაუსის ორივეს გავანულებ ესე ჯერ. მერე ზემოთ ჩავწერ მინუს რაღაცას და ქვემოთ ჩავწერ 0.3-ს. და მერე OK-ს დავაწვევ. და ესე უნდა ჩაწიოს ოდნავ ეს პოლიგონი. ამოწია? იმიტომ რომ ზემოთ მინუსის მაგურად პლუსი აქვს, მაგრამ ამ დიდი აზრი არ აქვს მაგას რა მოიწევა თუ ჩაიწევა, იმიტომ რომ ეხლა Z-ხედიდან მაინც ეს ჩაწეულები უნდა წავშალო, ან ამოწეულები. ანუ ეს ორივე ახალი პოლიგონები წავშალოთ. ანუ ეს წავშალეთ? ხო, ეხლა ეს თუ შევაერთოთ, ავიღოთ ბორდერები. ეს ახალი ბორდერები მოვნიშნოთ, ყველა ერთად შეგვიძლია მოვნიშნოთ და caps დავაწვევთ. და უკვე ეს ჩვენი ისინი, აი ხა პოლიგონი აქ რომ მოვნიშნო, უკვე პოლიგონი დაემატა რა. და მივიღეთ ესე 3 ტოლი პანელი. ეხლა შემიძლია გავუშვათ თუ მომიდება ეს ამისგან detail ჩავუკეთო ამას. და ანუ ეს უკვე არის ცალკე ობიექტი და აი შემიძლია ეს რავი რა მინდა იმას ვწამ ობიექტს. რას როშლი?